გამარჯობა, მე მარიამი ვარ. დღეს კი მოგიყვებით ჰოჯიჩაზე, საუკეთესო საღამოს სასმელზე. ჰოჯიჩა იაპონური მოხალული მწვანე ჩაია. ყველაზე ხშირად მას ბანჩასგან, გვიანი კრეფის ჩაისგან ამზადებენ. მოხალვის შედეგად ჩნდება თბილი არომატი. ერთ ფინჯანში დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები კოფეინია, ვიდრე მწვანე ჩაიში ან ყავაში. თუ მოჩა ენერგიული დილის სასმელია, ჰოჯიჩა მშვიდ საღამოს განასახიერებს. ჰოჯიჩა ორ ფორმაში არსებობს. პირველი მოხალული ფოთლები, მეორე ფხვნილი. ფხვნილისგან მიიღება მაჩას მსგავსი სქელი სასმელი. მას ბამბუკის ჩასარევით ვქვავთ და ცოტაოდენ ყავისფერ შაქარს ვამატებთ. მისგან ვამზადებთ ცხელ ლატეს, აის ლატეს, ჰოჯიჩა ტონიკს და ბამბლ ჰოჯიჩა. ხოლო თუ ესპრესოს შოტს დავამატებთ, მივიღებთ დირთი ჰოჯიჯას უფრო თხილისებრ გემოს. ფოთლებისგან კი ვამზადებთ ქოლბრიოს და მასივადში ვაყენებთ და ასევე რა თქმა უნდა კლასიკურ ცხელ ჰოჯიჯას. ჩვენი ჰოჯიჯა იაპონური კოოპერატივის ფოთისაა, რომელიც ნაგასაკის პრეფექტურის სონოგიდან არის. ისინი იაპონიის ჩაის კონკურსის არაერთი გზის გამარჯვებულები არიან. იაპონიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯილდოც აქვთ მიღებული. მობრძანდით და თავად დააგემოვნეთ ჩვენი ჰოჯიჩა.